ბზობის შაბათს რწმენის სიყვარულისა და ქალწულების შესახებ. ძმანო და მამანო, რითაც ადამიანი ცხონდება ორია, საქმე და გულისხმის ყოფა, ასევე სულის ძალები, მიზეზნის სიცოცხლისა ორია, რწმენა და სიყვარული. ამათ სიმბოლოდ ლაზარეს დები, მართა და მარიამი გახდნენ, რომელთა შესახებაც დღეს ვკითხულობთ. მართა საქმის სახეა, მარიამი კი სახთო ჭრეტისა და გააზრების, რამდენადაც იესოს ფეხებთან იჯდა და უქცევად სწავლობდა მისგან. ხოლო მართა ყველა ხორციელ საჭიროებაზე ზრუნავდა და ამგვარად ერთად აღასრულებდნენ, რაც საჭირო იყო სახლში ქრისტეს მისაღებად. ისინი რწმენითა და სიყვარულით ახსილნი სათნოების სიმაღლემდე ამახვდნენ და არა მარტო მათი ძმის ლაზარეს მკვდრეთი დაღდგენას შეხვდნენ, არამედ ქრისტეს სახთოსერობის თანამესუფრეობის ღირსნიც გახდნენ და დიდი სათნოების მაგალითი მათზე გაცხადდა. ყველას ნიმუშად და სამოცროდ მოგვეცნენ საქმის, ხედვის, რწმენისა და სიყვარულისათვის. ახლა თქვენ სათნოებებით აღჭურვილებს და მართლმადიდებლური აღსარებით მუდამ მხურვალედ აღსებულთ გხედავთ, რადგან რწმენის გარეშე ღმერთის მოსაწონად ყოფნა შეუძლებელია. უპირველესად აუცილებელია რწმენა, რომ არის ღმერთი, როგორც დაწერილია, და ვინც ეძებენ მას, საზღაურის მიმცემია მათთვის. ვინაიდან ღვთის მადლით ახლა რწმენით ხართ გამტკიცებულნი, რომელზეც დგახართ და ღვთის დიდების იმედით ამაყობთ. მოდი ახლა ამაზე დავაყოვნოთ და საქმისა და მოღვაწეობის შესახებ ვთქვათ. გლოცავთ და გავეტრებით ჩემო ძმებო, რომელთაც ეს მარხვისა და მოღვაწეობის სარბიელი კარგად, ღირსეულად და უფრის მოსაწონად გალიათ. მთელი სიმშვიდით, მორჩილებითა და წესიერებით. ახლაც იჩქარეთ, ნუ დაუძლურდებით და ნურთ სილმოკლე იქნებით, არამედ ქრისტეს ვნებები უფრო მეტად გაიხსენეთ და მიჰბაძეთ, რომელთაც ახლა მივუახლოვდით. მოღვაწეობის, ხორცთა ტანჯვის, გულის სიტყვების წინააღმდეგობის, გონების შეუბილწავად დაცვის, მტერთაგან ზარალისა და შეუხებლად და გაუძარცავად ქალწულების ძვირფასი საგანძურის დაცვის გამო გააძლიერდით, რაცაც ღმერთის წყალობით შეუდექით და რომლის გამოც მტერი საცხოვნებელი სიმდიდრიდან ჩვენს გაძარცვას ყველანაირი სახით ცდილობს, რადგან იცის მან, რომ ამ სათნოების წარმართვით ღმერთს დავემსგავსებით. როგორც ამის საპირისპიროდ, პირუტყვთა მსგავსები და მბაძველები გავხდებით, როგორც დაწერილია. კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმა ჰყო, ბაძვი და იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ვაიმე, რადგან მტერს დასაბამითგან ხორციელი გულისთქმით რამდენი შეუძდენია. ჯერ ისევ ცდილობს და არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ მოხუცებსაც სხვადასხვაგარ მახეებს უგებს, არა მარტო ზარმაცებსა და მოშებულებს, არამედ გულმოდგინეებსა და წარმატებულებსაც, არა მარტო გამოცდილებსა და ადრინდელ ჩვევათა მიერ შევიწროვებულებს, არამედ გამოუცდელებსა და იმათაც, რომელთაც ცოდვის გემო არ უნახავთ და ამ წარწმენდის იარაღს ცოტაოდენ ყველა სულს ასინჯებს, რადგან თანაშემწედ ბუნების აღძვრა ჰყავს. ამიტომ თავის სასიკვდილოდ წამალს თავადვე ამგვარად ამზადებს. პირველად ბოროტი გულის სიტყვების მიღებას არწმუნებს, შემდეგ გულს ხორცსა და სისხლის მოსურვების მიმართ აღაგზნებს, შემდეგ რაიმე სიტყვის თქმას აიძულებს, რაც შესაფერისი არაა და არწმუნებს თქვას ის, რასაც თქმის წესი და ჩვევა არასდროს აქვს. შემდეგ ან თავისი ან სხვისი სხეულის ნაწილის ურცხვად შესახებად გადნიერდება და ამგვარად სიკვდილის სრული ხდება. დგან ამბობს: რაჟამს მიუდგეს გულის თქმაი, შვის ცოდვაი, ხოლო ცოდვა რა აღესრულოს, შვის მან სიკვდილი. ძმებო, ამ მარადიულ სიკვდილს გავექცეთ, ამ სულიერ ბოროტებასა და წარწმუნდელ სნეულებებს ვერიდოთ და როგორც მუნს, რადგან ეს გამხსნელი სნეულება მსგავსია იმისა, როდესაც მუნიანს ეკავება, მოურიდებლად იფხანს და თითქოს სიამოვნებს, ხოლო არა სიამოვნება, არამედ ტკივილი აქვს და რამდენადაც ქავილს უმატებს, იმდენად წყლულს ზრდის. გულის თქმის სიტყვაც მსგავსადვეა, რადგან სიტყვებას კი არ წარმოშობს, არამედ სიმწარეს, არა მოსვენებას, არამედ მრავალ შფოთსა და გაჭირვებას, არა სიხარულს, არამედ მწუხარებას. საცოდავია ასეთი, სავსეა შიშითა და უიმედობით, ჭრდილისგანაც რომ კანკალებენ, რომელნიც მომავალ სასჯელამდე დასჯილნი აქვე არიან. მსგავს განსაცდელს როგორ უნდა გაექცე. გულის სიტყვის პირველსავე მოსვლისას ძლიერად მომზადებაა საჭირო. როცა გულის თქმის ვნება მოსვლას დაიწყებს, რადგან იგი ნამდვილად თავს გვესხმის და გასაკვირი არცა. ან გონების მოდუნებისას, როცა გონებას კეთილი წვრთა არ აქვს, ან და მტერის შურით. შენ კი მაშინვე წამოდექი, გამოფხიზლდი, შენი მტრების წინააღმდეგ შეიარაღდი, ღმერთს ევედრე, იოხრე. ცრემლი მხურვალედ დაღვარე და ის მაშინვე გაიქცევა შენგან. ხოლო შენ უფლის მიერ განისვენე, რადგან სულის სიტყვება იმდენად არაფერია, როგორც ბოროტ გულის სიტყვათაგან შეუფერხებელი თავისუფლება და სულის ვნებათაგან გათავისუფლება. არ გვისმის, რას ამბობს უფალი. ყოველნი რომელნი იქნან ცოდვასა, მონა არს იგი ცოდვისა, ხოლო მონამონ არა დაიმკვიდროს სახსა შინო უგუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკვიდროს უგუნისამდე. ასე რომ ცოდვისაგან გავთავისუფლდეთ, შვილობის პატივთან მივიდეთ და ღვთის მადლით გამოხსნილნი ღვთის ძეები გავხდეთ.
ნუთუ ცოდვის ძალმომრეობას დავამონოთ კვლავ თავი, რომელნიც ღმერთის ხატად საღვთო და ძლიერი ხელით შევქმნილ ვართ. კვლავ ეშმაკის მსახურები გავხდეთ. ნურც მოხდება ეს ჩვენზე. რამე თუ რომელი იგი ერგძის დავარღვიე, მას კვალად ვაშენებდე, გარდამავლად ჯულისა შემერაც ხეის თავი ჩემი, ამბობს წმინდა მოციქული. ძმებო, ღმერთის მიმართ დადებული ჩვენი აღთქმების დამრღვევნი ნუ ვიქნებით. ნურს ეშმაკს დავემონებით ისინი, რომელნიც ერთგზის გავთავისუფლდით და ძვირფასი საუფლო სისხლით გადავრჩით. ნურს რისხვისა და ღვთის სამართლიანი სასჯელის გამოჩენის დღისთვის შევინახავთ საკუთარი თავისთვის სასჯელს, რადგან ამგვართათვის დაწერილია, ცეცხლი მათი არა დაასჭრდეს და მატლი მათი არა მოაკლდეს. არამედ ამ თავისუფლებაზე, რომლითაც ქრისტემ გაგვათავისუფლა, მტკიცეთ ვიდგეთ და მტერის ამ გამხრწნელი ვეშაპის საზაგელი ოცნება მოვიძულოთ. ყოველდღიურად არა მარტო ამოვნებებს, არამედ სხვა ყოველივესაც დავუპირისპირდეთ. ბოროტი შური, ბოროტების დასაბამი გავთელოთ. მტრის მიერ აშენებული ყველოვნების ერთობა დავაქციოთ. ძბიერებას, უკეთურებას, ძმების მოძულებასა და ყველა სხვა ბოროტებას გავცილდეთ, რომელიც მარადიულ ტანჯას დაგვატეხს თავს. გონების მოდუნების გამო ნურთ საკუთარი თავის მომზადება და გაღვიძება გვეზარება მუდამ. ღმერთის გამოუთქმელი კაცმოყარება იხილეთ, ვინაიდან მან ჩვენი ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნება იცის და მუდამ მოგვიწოდებს. დღეს თუ ხმისამისისა ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქვენთა, რადგან უცვალებელი სიმტკიცე არა თუ ერთი დღე ან მხოლოდ რამჟამი აქვს, არამედ ყოველ დღე ყველას გვეუბნება. ვინც მეტი შეცოდა თუ ნაკლები, ან და სიბერეში თუ ახალგაზრდობაში. საღვთო გადაგება მოისმინეთ და ყოველდღე გულმოდგინით განახლდით. რადგან წამალს გვაძლევს, ჩემი მაგალითით სრულად შესაძლებელია, რომ განსაკურნებლად უფრო მეტად აღგზრას. ხორცელი მკურნალები კურნავენ, მაგრამ საკურნებლად დრო სჭირდებათ, რათა ავამტყოფი კვლავ თავდაპირველ ჯანმრთელობას დაუბრუნონ, ხოლო ჩვენ დავიჭრებით რა, კურნება მაშინვე უეცრად გვეძლება. თუ კი კვლავ ვისურვებთ, მტრებზე გავიმარჯვებთ, რომელთაც დაგვამარცხეს ჩვენ. ამიტომ ყოველდღიური სინანულისა და სულით განახლებისათვის ზარმაცები ნუ ვიქნებით. სნოვლების უგუნებელყოფა ნურთ სისუსტესა და უზლურების მიზეზით მოხდება, როცა გონებით ან სიტყვით ან საქმით მარცხი შეგვემთხვევა. არამედ რამდენჯერაც დავმარცხდებით, იმდენჯერ წამოვდგეთ. ღმერთის სასჯელის შეგვეშინდეს და ვნებათა მიერ დატყვევებული გონება გავამხნევოთ. მოსე, რომელიც ღმერთის რჩეული იყო, როცა მთაზე ხელებს გაშლიდა, ამალეკს ამარცხებდა, ხოლო როცა ხელებს ჩამოუშვებდა, უცხოტომელნი ძლიერდებოდნენ. ეს მაგალითი ჩვენშიც შეიმჩნევა, როდესაც უშფოთველი გონება ვნებათა მიერ ლოცვის მთაზე ასვლას იწყებს და ხელების ნაცვლად თავის გულის სიტყვებს აღაპრობს, უხილავი ამალეკი ღმერთის მიერ მარცხდება. ხოლო როცა გონება მოშვებული ხდება, მოწინააღმდეგეთა ფიქრები ძლიერდებიან და დაბნელებული გონება ბოროტი გულისხმებისგან მარცხდება. რა არის საჭირო? არაფერი სხვა, არამედ მოწინააღმდეგე მებრძოლთა თავდასხმისას ჩვენს სახსნელად და მებრძოლ ბოროტ მტერთაგან გადასარჩენად გონებისა და ხელების აღმართვა წინაშე ძლიერისა. ამგვარად ჩვენი სულის ყველა შემაწუხებელი დაიმსრობა და განქარდება. ჩვენ კი გამარჯვების გვირგვინს დავიდგამთ. ღვთისადმი ლოცვითა და ვედრებით აღვიჭურვოთ და ეშმაკებისათვის შიშის მომგვრელნი ვიქნებით. ღვთისადმი ვედრებისა და შეწევნის ხოვნაზე უფრო სასურველი რა უნდა იყოს, რადგან უწესო და უღირს ზრუნვათა მიერ გონება შეუფერებლად განიფნევა და მიმოიხეტება. გონების დაცვა, გაფრთხილება და საღვთო სიტკბოება საღვთო წრთობაში რამდენად უფრო მოხდება. როგორც დავითი ამბობს, ტკბილარიან სასასა ჩემსა სიტყვანი შენი, უფრო ის თაფლისა პირისა ჩემსა. არამედ გევედრებით და გამცნებთ, ძმებო, მთელი გულმოდგინებით ვეცადოთ, რათა ჩვენი გონება საღვთო წრთნისა და ვედრებისაგან უქმად და უსარგებლოდ არ დაეტეოს. ერთმანეთი ვამხნევოთ, გალობაში და ლოცვაში შემწენი ვიყოთ და ერთურს გავუფრთხილდეთ. ხოლო როდესაც გავიაზრებთ, ვიფსალმუნოთ და ჩვენი სულების განშენებას მოვიპოვებთ. სხვებსაც სიკეთის მაგალითად გავუხდებით. ამგვარად კი ღმერთი განისვენებს და მარადიულ სიცოცხლეში დაგვამკვიდრებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლისაც არის დიდება და სიმტკიცე, აჯდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.